В связи с невозможностью по состоянию здоровья исполнения Горбачевым Михаилом Сергеевичем своих обязанностей президента СССР 1991 წელი აგვისტო. სოფლიოს სუნთქვა აქ შეკრული და ელოდება ამბებს საბჭოთა კავშირიდან, სადაც გენერლებისა და პოლიტბიუროს ჯგუფმა ვიცე-პრეზიდენტის გენადი იანაევის ხელმძღვანელობით პრეზიდენტი გორბაჩოვი არაქმედ უნარიანად გამოაცხადა და მთელი ძალაუფლება ხელში საგანგებო კომიტეტის სახელით აიღო. სოფლიოს უთხრეს, რომ გორბაჩოვი თავის აგარაკზეა ყირიმში. გორბაჩოვს დაუბლოკეს ბირთვული ჩემბურნის კოდი, ჩაუჭრეს სამთავრობო ტელეფონები. გამოკეტეს ამ თავის აგარაკზე და გამოუცვალეს დაცვის უფროსი. პრეზიდენტი ახლა ამ კაცმა чайбара. Не было у нас предусмотрено. გორბაჩოვის ოჯახმა მოითხოვა 3 ბოთლი ვოდკა, 6 ბოთლი კინძმარაული. ყირიმში ესენი არ ჰქონდა და მეორე დღეს თვითმფრინავი ჩამოგვიტანეს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მოაწყეთ სახელმწიფო გადატრიალება საბჭოთა კავშირში. შინაპატიმრობაში ყავთ ქვეყნის ლიდერი და იცით, რომ იქიდან უცოცხლად გამოაღწია, თქვენ დიდი შანსია სიცოცხლე დაკარგოთ. ამ დროს ითხოვს სასმელი შემომაკლდაო და თქვენ თვითმფრინავით უგზავნით 3 ბოთლ ვოდკას მისთვის და 6 ბოთლ კინძმარაულს ცოლშვილისთვის. მე ჯამრთელად ვარ. ახლა დავისვენე კიდეც. კარგად დავისვენე. სამუშაო ბევრი არ იყო. ვაპირებთ გავაგრძელოთ დასვენება. ყველაფერი რაც თქვა ამ ხანაგმა იანაევმა და გამოქვეყნებულია ამ კომიტეტის საბუთებში, უხეში ტყუილია. ჩადენილია სახელმწიფო დანაშაული. ეს ვიდეო მიხეილ გორბაჩოვმა როგორც წარწერით ხედავთ 20 აგვისტოს ჩაწერა, როცა თითქოს ნახევარი კგბ ეხვია თავს. მაშინ ვიღაც ალბათ იკითხავს, კაცი თუ თვითმფრინავეს დაატარებდა წინ და უკან ვოდკითა და ღვინით. ერთი კასეტა მაინც როგორ ვერ გამოაპარა იქიდან, ამაზე თუ მსოფლიოს ბედი და ბირთვული ომი იყო დამოკიდებულიო. მაგრამ როგორც მოისმინეთ, თვითონ ამბობს, ვაპირებ გავაგრძელო დასვენებო. ცნობისთვის ეს ჩანაწერი საჯარო სივრცეში მხოლოდ წლების შემდეგ გახდა ცნობილი. В таком режиме იმ რეჟიმში, რომელშიც პრეზიდენტი გორბაჩოვი მუშაობდა ბოლო 6 წელი, ორგანიზმიც ცუდება ცოტა. იმედი მაქვს, ჩემი მეგობარი გორბაჩოვი ისევ მწყობრში იდგება და ისევ ერთად ვიმუშავებთ. გეკაჩეპეს მთავარი მიზეზი, როგორც წყაროების უმრავლესობაში წერია, იყო 1991 წლის 20 აგვისტოს კრემლში დაგეგმილი ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერა. მასზე მიწვეულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ელცინი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი და როგორც ამბობენ, ასევე უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი. სხვა რესპუბლიკები იდეის ავტორთა ფიქრით დოკუმენტსა და განახლებულ საბჭოთა კავშირს მერე მოგვიანებით შეუერთდებოდნენ. მომავალ კავშირს მაშინ უხეშად უწოდებდნენ ძირადკას. რა კი, გაერთიანების სურვილი 91 წლის აგვისტოსთვის მხოლოდ 9 რესპუბლიკას ჰქონდა გამოთქმული. თავშეკავებულთა და უარმოყოფილთა შორის ერთი იყო საქართველო, მეორე სომხეთი, მესამე მოლდოვა და თავისთავად 3 ბალტიური რესპუბლიკა.